დღეს გრიბოედების განახლებულ თეატრს ვესტუმრე, რომელშიც ბოლოს მრავალი წლის წინ ვიყავი და ზოგადად თეატრშიც ბოლოს პანდემიის მერე არც ვყოფილ ვარ. ჩემი შვილისთვის კი თეატრში წასვლის პირველი გამოცდილება იყო. მარია მუგრახელიძის საბალეტო კამერულმა დასმა სპექტაკლი ურჩხული და მზეთუნახავი წარმოადგინა. წარმოადგინა უოლტ დისნეის მზეთუნახავის და ურჩხულის მიხედვითაა დადგმული და დაუვიწყა შთაბეჭდილება სტოვებს მნახველზე. ღაპრულობას ამ წარმოდგენას ეს ფონები და ულამაზესი კოსტუმების წენს ჩემი აზრით. მზეთუნახავისა და ურჩხულის ნახვას მხოლოდ 16 და 17 იანვარს შეძლებთ, წარმოდგენა 19 საათზე იწყება და ის ორი ნაწილისგან შედგება. რაც შეეხება ბილეთებს, მათი ფასი 30 ლარიდან იწყება და მე და ჩემმა შვილმა ერთი ბილეთით ვისარგებლეთ მხოლოდ. ხოლო ისინი, ვინც მზეთუნახავზე და ლამაზმანზე ვერ მიდიხართ, გული არ დაიზღვიტოთ, რადგან იგივე საბალეტო დასი მაკნატუნასაც დგამს გრიბოედოვის თეატრში. საბოლოოდ შევაჯამებ და ვიტყვი, რომ ამ სპექტაკლს უდიდეს რეკომენდაციას უწევ და მე და ჩემმა შვილმა გადავწყვიტეთ, რომ მაკნატუნაზეც წავიდეთ.